BMG-ის საქმენი დილა გრძელდება 23 სექტემბრის საეთერო დროს ვუთმობთ ესთეტიკურ მედიცინას და ამ მიმართულებით სექტორის მთავარ გამოწვევებს და გეგმებს. 4 ოქტომბერს საქართველოში ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით პირველად იმართება ესთეტიკური მედიცინის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის პროფესიონალ სპეციალისტებს და საერთაშორისო მედიცინის ექსპერტებს გააერთიანებს. კონფერენციაზე დარგის განვითარებისთვის მთავარ კითხვებს გაეცემა პასუხი, იქამდე კი ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ საქმიანი დილა სტუდიიდან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული კონფერენცია, რამდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის და ესთეტიკური ბიზნესისთვის. სტუდიას უკვე შემოვერთდნენ ბაია კონდრატიევა, ანტურაჟის დამფუძნებელი და საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი და ასევე ჩვენთან ერთად არის კონსტანტინე მათითაშვილი, პლასტიკური ქირურგი და ასევე საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. მოგესალმებით. მოგესალმებით. დავაანონსოთ ის ამბავი, რაც 4 ოქტომბერს საქართველოში იმართება. რას გულისხმობს მასშტაბური კონფერენცია და როგორც ვიცი, პირველად იმართება ასეთი სახის კონფერენცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ 15 წელზე მეტია ესთეტიკური მედიცინა საქართველოში ვითარდება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მზარდია, მოთხოვნადია და ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ბიზნესებიც ემატებენ ამ მიმართულებით, რატომ მოხდა, რომ 2024 წელს იმართება ასეთი კონფერენცია პირველად საქართველოში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შევეცდები მე გავცე თქვენს კითხვას პასუხი. ნამდვილად უპრეცედენტო კონფერენციას გეგმავთ 4 ოქტომბერს. რატომ მაინც 2024 წელს ოდესღაც უნდა დაგვეწყო? უნდა დაგვეწყო, ესე ვთქვათ, დარგში არსებული სპეციალისტების გაერთიანება საერთო მიზნისკენ ბრძოლისთვის, რასაც ქვია დარგში არსებული პრობლემების და გამოწვევების გაუმჯობესება. ველოდებით, რომ პირველ რიგში ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, ასოციაცია, სადაც ნებისმიერ დარგში მოღვაწე სპეციალისტს შეუძლია საწევროს გარეშეც კი გაწევრიანდეს და ეს არის, ესე ვთქვათ, პირველი მიზანი ჩვენი გაერთიანება, ჩვენი კომუნიტის, ესე ვთქვათ, ჩვენი სპეციალისტების, რომ მივიღოთ რაღაც საერთო შეთანხმება, საერთო გადაწყვეტილება, როგორ დავეხმაროთ და როგორ კიდევ უფრო იყოს განვითარებული დარგი. რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბრის კონფერენციას, ძალიან კარგი მომხსენებლები გვეყოლება, ძალიან ბევრ მწვავე საკითხზე ვისაუბრებთ, ვიმსჯელებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი აი დარგის განვითარებისთვის, ესეთი სერიოზული და სოლიდური გადადგმული ჩვენი მხრიდან. შეგვიძლია თქვა თუ არა, რომ დარგი რაღაცნაირად ქაოტურად ვითარდებოდა და ამის სისტემატიზება საჭირო. ნინი ბიზნესი ახსენე რამდენჯერმე ესთეტიკური, მაგრამ უპირველესად მედიცინა და შემდეგ ბიზნესი. ამიტომ საინტერესოა განვითარების რა ეტაპზე შეიძლება რომ გადავიდეს ახლა ის საქართველოს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მართლაც საინტერესო, ასე ვთქვათ, კონფერენცია ჩატარდება და მიხარია რომ ასეთი აქტივობები გამოჩნდა ქვეყანაში. ძალიან კარგი ლიდერები ყავს ამ მიმართულებას. ჩვენ სფეროში ვინც მოღვაწეობს ესთეტიკურ მედიცინაში. რაც შეეხება ამ სფეროს თვითონ სამწუხაროდ წლების განმავლობაში, ბოლო დაახლოებით 20 წლის მანძილზე უფრო მეტად აღმოჩნდა ისე, რომ ძალიან ბევრი სამწუხაროდ არაკვალიფიციური სპეციალისტი აღმოჩნდა ამ ესთეტიკური მედიცინის სამსახურში. ეს არ იყო მათი ბრალი ან ვინმეს ბრალი, უბრალოდ რეგულირება არ ხდებოდა ამ სფეროს და ამიტომ გამოჩნდა რაღაც სასწავლო ცენტრები, სამწუხაროდ ჭყალებში სასწავლო ცენტრები, გამოჩნდა ადამიანები სრულიად არასამედიცინო განათლებით, ვინც იფიქრა, რომ ამ სასწავლო ცენტრში შემიძლია მე რაღაცა ვისწავლო და სასწავლო ცენტრებიც სამწუხაროდ ეუბნებოდნენ, რომ აი ჩვენ მოგცემთ რაღაც სერტიფიკატს, რომელთაც შენ შეგიძლია აი ეს გააკეთო. რომელიც არსად არ ესეთი აღიარებული არ არის. მეორე ერთი ამ სფეროს, რასაც ქვია მაგალითად საინექციო პროცედურები ესთეტიურ მედიცინაში, ხო მაგალითად უფრო ესეთი რისკის შემცველი რაც არის. უნდა აწარმოებდეს უმაღლესი განათლების ექიმი. სათანადო გადამზადებით, თუ კი არ არის თქვა პლასტიკური ქირურგი ან დერმატოლოგი, თუმცა ამ სფეროებში საჭირო ვიწრო სპეციალიზაციის გავლა და დაუფლება ამ ძალიან ბევრი ნიუანსის, რომელსაც მაგალითად ჩემ თავზე შემიძლია თქვა დიდი 25 წელი უწყვეტი პრაქტიკა მქონდა ქირურგიაში. ბოლო წლები გადმოვბაზირდი უფრო, იმიტომ რომ დრომ და რაღაც ჩემმა ცხოვრება მოიტანა, რომ დავინტერესდი ამ მიმართულებით. ყოველ დღე ჩემი მუშაობა არის სწავლა. ყოველ დღე არის სწავლა. მიუხედავად აი იმ ყველა განვლილი პერიოდისა, მაგრამ საქართველოში არის თუ არ ვწდები, ბაია დამეთანხმება 8000-მდე ადამიანი, ძალიან კარგები ყველანი ბუნებრივია, საყვარლები, ყველა ზრუნავს თავის თავზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ზარალდება ვინ? პაციენტი.
და სამწუხაროდ დაგროვდა იმდენი გამოუსწორებელი შეცდომა, იმდენი გართულება დავანებოთ თავი ბაია დამეთანხმება რომ გართულება და არაკვალიფიციური სპეციალისტის მუშაობა ეს ცალკე პრობლემა, მაგრამ უშედეგო პროცედურები თუნდაც. ანუ ადამიანები იხდიან თანხას, შედეგი არ არის, იმიტომ რომ არ კეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს. ხო, ну, პრინციპში ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და მუდმივად ერთია რომ სტანდარტები ყოველთვის იცვლება, ყოველთვის შემოდის განვითარებული ქვეყნიდან და ამას თუ ფეხი არ ავუწყეთ, სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდება ეს დარგი. კოტე, დღეს მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ მარეგულირებლის ჩარჩოებში მოექცა ეს სფერო და დარგი, დღეს მაინც ძირითადად უმეტესად რა დარღვევებზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ერთია რომ არაკვალიფიციური კადრები არიან ბაზარზე, მაგრამ მეორე არის თუნდაც ის დარღვევები ან კანონს მიღმა პროცედურების კეთება იგივე, არ ვიცი, კლინიკის გარეთ. როდესაც მომხმარებელი არ არის საქმის კურსში, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს აი ამ ყველაფერს. აი ესეთი დარღვევები რამდენად არის დღეს ქვეყანაში? ხშირია, სამწუხაროდ ხშირია. მომხმარებელი არ არის ვალდებული იცოდეს რა გართულება შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ პროცედურას. ძალიან ცოტა ადამიანების ის კატეგორია, ვინც ერკვევა წინასწარ, წაიკითხავს, გაერკვევა, გაეცნობა თემას, მერე მიდის სპეციალისტთან, ირჩევს სპეციალისტს, თქვათ ორთან გაივლის კონსულტაციას ან სამთან და ეძებს კომპეტენტურ სპეციალისტს, რითაც ის იქნება დაცული. ჩვენთან უფრო ქაოტურად არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ფინანსური თემა სამწუხაროდ ქვეყანა განვითარების ეტაპზეა, შესაძლებლობები პოპულაციის დიდ მასას არ აქვს, რომ მაღალკვალიფიციურ გამოცდილ ექიმთან მივიდეს და გადაიხადოს შედარებით მეტი უცნაურობა იმაშია, რომ თქვა ძალიან კომპეტენტური თითი სხვაობა არ არის, ხო? ეს არის პარადოქსი, ზუსტად რომ ჩვენ თქვა, ვისაც გვაქვს გამოცდილება მედიცინას ვემსახურებით, რა ვიცი, ბავშვობიდან ამ სფეროში ვართ და ვითარდებით ყოველდღიურადთან ვერ ვაცხადებთ ამბიციას, რომ ჩვენთან თუ ვიკეთებ, ღირს ცოტა ძვირი. იმიტომ რომ ბაზარი აკონტროლებს ამას და აღმოჩნდა ისე, რომ ეს პაციენტები დაბნეულები დადიან, იგივე თქვენ რაც ახსენეთ, სახლებში, რა ვიცი, არ ვიცი სად არ კეთდება ეს. რატომ დავასრულებ და იმიტომ რომ არ არსებობს კანონი, რომელიც ამას არეგულირებს და კანონს მიღმა ვერც ვერავის პასუხს ვერ მოკითხავ, ვერც ვერაფერს ვერ აკონტროლებ, ვერანაირ სტატისტიკას ვერ ფლობ, არ იცი რა გართულდა, ვის რამდენი, ვინ რას აკეთებს. აბსოლუტურად გაუყვალავია. ძალიან დიდი პრობლემაა ეს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კარგია ის, რაც ახლა დაიწყო და კეთდება. აი, კონფერენციაზე ხო თუ გაეცემა აი ამ გამოწვევებს პასუხები, აი ამ კითხვებს და რამდენად იქნება კონფერენციაზე შესაძლებლობა, რომ ეს კითხვები დაისვას და შემდეგ უკვე მომხსენებლებისგან მივიღოთ პასუხი. და ადვოკატირება თუ მოხდება, ადვოკატირება არ მომწონს სიტყვა, მაგრამ თუ მოხდება იმ თემების, რაც ახლა ვსაუბრობ, თუნდაც საკანონმდებლო მიმართულებით რაღაც ინიციატივები. ეს უკვე სახელმწიფოს ნება, ესე ვთქვათ, ანუ ჩვენ ესე ვთქვათ, გვექნება ინიციატივა, კი, რა თქმა უნდა, მე უკვე აღსრულების ნაწილში დარგის მხრიდან გადაიდგა და შემდეგ უკვე სახელმწიფო ნამდვილად და თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამას ემსახურება ასოციაციის შექმნის იდეა, 4 ოქტომბრის შეკრებაც ამაზე იქნება ორიენტირებული, გვეყოლებათ დარგის ძალიან კარგი ექსპერტი, სპეციალისტები, რომელიც გულწრფელად და გულახდილად ისაუბრებენ დარგში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე. იმ კარგი ამბებიც ხდება. ანუ მარტო ის არ არის. ძალიან ბევრი კარგი ამბავი ხდება. უბრალოდ აი კოტეს რა შეკითხვაც იყო, ანუ გარდა იმისა, რომ ხო ეს დაურეგულირებელია და მოკლედ ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი გახლავთ სოცქსელები, სადაც ეს მარკეტინგულ ჭრილში რაღაცეების გაკეთება ძალიან მარტივი გახდა. ანუ სიტყვაზე პირობითად მე თუ გუში რაღაც ვისწავლე, დღეს შემიძლია ისე შევფუთო და მე Facebook და ის თუ ასე სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით ესე გავყიდო. ამიტომ ცოტა რთულია თუ არ მოხდა სწორი დარეგულირება. ჩვენ რა მინდა გულწრფელად რო თქვა. პირიქით აი კოტე მახსენე 8000 ადამიანი. ჩვენ მზაობა გვაქვს რომ მოვუსმინოთ 8000-ს. ანუ კონდეს ამ ადამიანს თავისი ნიშა, ესე ვთქვათ, ბაზარზე და სწავლის აუცილებლად განვითარების საშუალება. იმიტომ რომ თუ ოდესღაც ამ ადამიანებს არ უთხრა არავინ რომ რაღაც კანონის ჩარჩოში უნდა ყოფილიყვნენ, აი დღეს უცებ უთხრა რომ იცი რა მოდი ხავსი უნდა გაჩერდე, ესე არ მიმაჩნია მე პირადად ეს ჩემი კონკრეტული ადამიანის ერთი ადამიანის აზრია, თუმცა ის რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ სწავლის და განვითარების, ესეც როგორც მათი სურვილი, ჩვენი
შესაძლებლობა რაც შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ და მეორე ნაწილში ასევე სახელმწიფოს კეთილი ნება რომ ამ ადამიანების ესე ვთქვათ პროფესიული ზრდა განვითარება იყოს სწორ რელსებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისეთი ვრცელი თემაა თან მნიშვნელოვანი და ალბათ რაღაც BMG სხვა პლატფორმები შეიძლება დაეთმოს მაგალითად BMG Drive და სიამოვნებით აქვე დაიანონსა ბექაბაციკაძე BMG Drive-ში მაინც ვიკითხავ ამას რომ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ზოგადად ტურიზმისთვის არის სამედიცინო ტურიზმი და აქ რაღაც შანსები ხო გვაქვს ჩვენც რომ რაღაც ამპანი პოზიციები დავიკავოთ. არანაირი ჯერჯერობით არა. ამ მიმართულებით ბევრი ჩამოდის ჩვენი მოქალაქე, ბევრი. ანუ ემიგრაციაში წასული ადამიანები, გამეთახმებაიაც, სეზონურად ვემსახურებით მათ დიდი სიამოვნებით და იმიტომ რომ დასავლეთში ეს პროცედურები ძალიან ძვირია. რაც შეეხება ამ მიმართულებით ესე სპონტანურად, ისე როგორც ვთქვათ, საქართველოსგან გაედინება ბევრი პაციენტი დასავლეთის წამყვან კლინიკებში გარკვეული ნოზოლოგიების სამკურნალოდ, აი ამ მიმართულებით რომ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოვიდეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ შედარებით იაფია, ეს არ არის ის პროცედურები, რომელიც აი ძალიან დიდ ნაწილს დაიჭერს ბაზრისას. თუმცა ისრაელიდან მაგალითად ძალიან ბევრი ტურისტია, რომელიც ესე ხო რაღაცა ინფორმირებულია თავს ახლო კონტაქტებით და კი იკეთებენ ისეთ პროცედურებს. აქ ეს ამას არ უარყოფ, არის ასეთი და არც თუ ისე ცოტა, მაგრამ როგორც ესე მასშტაბური სახე რომ ეს ქვეყნისთვის რაღაცა დიდი შემოსავლის მომტანი იყოს, ან თუნდაც რაღაც პატარა შემოსავლის. ხო, სექტორისთვის გარკვეული სპეციალისტები ამ მიმართულებით მუშაობენ, კი ეს ესეა, ყავთ თავიანთი ასე არხები, საიდანაც ჩამოდიან ეს კონკრეტული პაციენტები, მაგრამ ესე მასშტაბური სახე ამას არ აქვს. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. როგორც კიდე არ კი განვითარდება და ანუ ზუსტად ისეთ სერვისს შევთავაზებთ, როგორც შეუძლია მათ ქვეყანაში მიიღონ უბრალოდ დაბალ ბიუჯეტურად, ანუ სერვისი დაახლოებით სტანდარტებში ჩაჯდება ზუსტად ისე როგორც მათ ქვეყანაში, მაგრამ ფასი გექნება უფრო ლოიალური, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო თუ შენ მხოლოდ დაბალ ფასს თავაზობ და სერვისი არ გაქვს მისი სტანდარტის შესაბამისი, რა თქმა უნდა, საშუალოვანი პერსპექტივა მინიმუმია. კი. თან ისაც უნდა ითქვას, რომ ეს სფერო მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება უფრო და უფრო მოთხოვნადი. ანუ იზრდება მოთხოვნა. თუმცა დღესდღეისობით მიმწოდებელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა ბაზარზე. და აი ზუსტად მანდ არის ის, რომ აუზაურია რა. მიმწოდებელი როგორია? ხო, აი მან განსაზღვრა საჭიროა. აუცილებლად დააკვირდება BMG ამ დარგის განვითარების მასშტაბებს, თუმცა ცხადია, არც ისეთი რთულია მიხვიდე იმ პროფესიონალთან და მით უმეტეს სოციალური ქსელებიდან გამომდინარე. მაგრამ ხო, მე მგონია, რომ არც ისე რთულია, იმიტომ რომ ბევრი ვიცით უკვე სახეზე, არ ვიცი, ბაიადან დაწყებული, კოტეთი დასრულებული და ბევრი კიდევ სხვა ცნობილი, შეგიძლია რა მარტივად არჩევანი გააკეთო პროფესიონალზე და არ იყო რაღაცა იმის კითხვის ნიშნების ქვეშ გართულებების თუ ასე შემდეგ. ისე ვისაუბრეთ თითქოს არა. ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი უამრავი პროფესიონალი და ძალიან ბევრი რამეც კეთდება ამ მიმართულებით და ამ დარგში. ცხადია, BMG-ის პლატფორმა ის ერთ-ერთი იქნება, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სახელმწიფომდეც მივიდეს ჩვენი ხმა, თქვენი ხმა, მედიცინის, ბიზნესის და ასე შემდეგ, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ, იმიტომ რომ თავარია ეკონომიკისთვის არის ეს დარგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის. ბაია კონდრატიევა, ანტურაჟის დამფუძნებელი და საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი და ასევე კონსტანტინე მათითაშვილი, პლასტიკური ქირურგი და ასევე საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი იყვნენ. საქმიანი დილას სტუმრები.